სულია ეხლა? წინა საუბარზე განვიხილეთ იოანეს სახარების პირველი თავი და მოკლედ რომ გავიხსენოთ, სად გავჩერდით, ეს იყო განვიხილეთ პროლოგი, პირველი 18 მუხლი, როცა იოანე ამბობს, რომ ქრისტე არის, იესო ქრისტე არის სიტყვა ღვთისა, რომელიც არის მარადიული ღმერთი, რომელიც იყო ყოველთვის ღმერთთან და მისთით შეიქმნა ყოველივე. ანუ ქრისტეზე ამბობს, რომ ის არის სიტყვა ღვთისა, ღმერთი, მარადიული ღმერთი. შემდეგ, როდესაც იოანე ნათელს საუფალს იორდანეში, ის ნახეთ, როცა მამა ღმერთმა ზეციდან დაამოწმა, რომ ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ის ისმინეთ. შემდეგ როგორ იოანეს მოწაფეები, იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები როგორ გაყვნენ იესოს, როცა ნახეს, რომ მესია გამოჩნდა, როცა იოანემ თქვა, აი, ტარიგი ღვთისა, ანუ შესაწირავი, ეს არის შესაწირავი მთავარი ღვთისა და იოანეს მოწაფეები როგორ გაყვნენ მას. შემდეგ როცა ფილიპემ ნათანაელი მოიყვანა იესოსთან, გახსოვთ, ფილიპე მოციქული ნათანაელი მეორე მოციქული მოიყვანა იესოსთან და იესო ეუბნება მას, რომ ნათანაელმა ირწმუნა, უთხრა, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელის მეფე და იესო უთხრა მას, ამიერიდან ნახავთ გახსნილ ცას და ანგელოზები ღვთისა როგორ ადიან და ჩამოდიან კაცის ძეზე. ანუ ამით ამბობს, რომ დიდებულ ღვთაებრივ სასწაულებს ნახავთ ამიერიდან იესო ქრისტეს მიერ ასრულებულს. და ამის შემდეგ უკვე იწყება მეორე თავი და პირველივე სასწაული, რომელიც უფალმა აღასრულა. მეორე თავი იწყება სასწაულით, რომელიც უფალმა აღასრულა გალილეის კანაში. მოდით წავიკითხოთ ჯერ ეს თავი, იქნება სკამი მისცეთ მურმანს, რომ გალილეის კანაში. აგერ დავჟრები მანდ. მოდით წავიკითხოთ ჯერ ეს მონაკვეთი და შემდეგ გავარჩიოთ რაზეა ლაპარაკი. და მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში და იქ იყო იესოს დედა. ქორწილში მიწვეულნი იყვნენ იესოც და მისი მოწაფეებიც. და რა კი ღვინო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას, ღვინო არა. და უთხრა მას იესომ, მერე და რა ჩემი და შენი საქმეა, დედაკაცო, ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი. და უთხრა დედამისმა მსახურებს, რასაც გეტყვით, აღასრულეთ. იყო იქ 6 ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულების ამებრ დადგმული, რომლებშიც ჩადიოდა 2 თუ 3 საწყაო. და უთხრა მათ იესომ, გაავსეთ კასრები წყლით და გაავსეს ისინი პირამდე. და უთხრა მათ, ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს. და როცა თამადამ გემო გაუსინჯა წყალს, რომელიც ღვინოდ ქცეულიყო, თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი, დაუძახა სიძეს და უთხრა, ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს და ხოლო როცა დაითვრევიან, მაშინ უარეს, შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს? ასე დაუდო დასაბამი იესომ სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა დიდება თვისი და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა. ამის შემდეგ იესო ჩავიდა კაპერნაუმში და მასთან ერთად დედა მისი და ძმები მისი და მოწაფეები მისი და რამდენიმე დღე დარჩა იქ. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს. აი აქამდე წავიკითხოთ ჯერ და შემდეგ მეორე მონაკვეთი ამ თავიდან. ამ თავში ორი რამეა მნიშვნელოვანი. ერთი, კანას გალილეის კანაში, სოფელ კანაში აღსრულებული სასწაული და მეორე, პასექზე, როცა ქრისტე ავიდა იერუსალიმში და განწმინდა ტაძარი. ეს არის ტაძრის პირველი განწმინდა. როცა შევიდა იუფალი ტაძარში და იხილა იქ უმსგავსო ქცევა და გამოყარა იქიდან ვაჭრები და ფულის გადამცველები. პირველი მონაკვეთი ეხება ქორწილს. როცა უფალმა აღასრულა პირველი სასწაული და წყალი შესცვალა ღვინო. რა არის ახლა ამ სასწაულის შინაარსი? ნახეთ,
ქორწილზე მივიდა უფალი. და წერია, მესამე დღეს ქორწილი იყო კანაში. კანა იყო სოფელი გალილეაში, ან ჩრდილოეთ ისრაელში, უბრალო სოფელი, ძალიან უბრალო სოფელი, უბრალო ხალხი ცხოვრობდა იქ და როცა სოფელში ან ტრადიცია ასეთი იყო იუდეველების, როცა ქორწილს იხდიდნენ, ძალიან ბევრი ხალხი ყველას ეპატიჟებოდნენ იქ. ნაცნობებს, ნათესავებს, ეგობრებს, ახლობლებს და ძალიან ბევრი ხალხი იყირებდა და ხშირად ქორწილი რამოდენიმე დღეს გრძელდებოდა. როგორი იყო იუდეველთა ქორწილი? ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის ცოდნა, რომ ჩვენ გავიგოთ ქრისტე ძალიან ბევრ ადგილას ქორწილის თემას იმოწმებს იმისთვის, რომ გააგებინოს ხალხს მისი მოსulis განზრახვა. ხო? აი ხომ ვახსოვთ ბევრი იგავია, როცა ის ამბობს, რომ სიძე მოვიდა, მას ელოდებოდნენ ქალწულნი, მოვიდა და წაიყვანა თავისი სარძლო, ხო? ბევრი ამიტომ აი ეს ქორწილის თემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისრაელში და მინდა მოკლედ შევიხოთ როგორი იყო იუდეველთა ქორწილი. იუდეველებს შორის კაცები, ახალგაზრდები ქორწინდებოდნენ დაახლოებით 18-24 წლამდე, 18 წელს ხდებოდა კაცი და ქალები 12 წლის ზევით, 12 წლის როცა იყვნენ, უკვე შეეძლოთ მათ დანიშნა ქალიშვილებს. და მაგრამ ეს ნიშნობის დრო გრძელდებოდა 1 წელიწადი. დაახლოებით 13-14 წლის იყო რომ იყო იუდეველი ქალწული, მას უკვე შეეძლო გათხოვილი თავის ნიშნობის პერიოდი იყო ამაში. და ქორწილი ხდებოდა ასე. ეს დანიშნული ქალწულის წამოყვანა მამის სახლიდან. და როგორ ხდებოდა? იქ ამ ქალწულთან ერთად იყვნენ მისი მეგობარი გოგონები, ქალწულები, რომლებიც ელოდებოდნენ სიძის მოსვლას. და სიძე თავის მეგობრებთან ერთად მიდიოდა ამ პატარძლის სახლში, რომ იქიდან წამოეყვანა ეს. და ეს ქალწულის მეგობრები, პატარძლის მეგობრები, ქალწულები, ანთებული ლამპრებით გამოეგებებოდნენ ხოლმე ამ სიძეს და მის ამალას, მაყრიონს, რომ შეხვედროდნენ მას. აი გახსოვთ ეს 10 ქალწულის იგავი, როცა ის ქალწულები ელოდებიან სიძის მოსვლას, დიდხანს არ მოდის, ეს რეალური ცხოვრებიდან არის აღებული. რეალურად ასე ხდებოდა და ეს ქალწულები, რომ გავიდოდნენ ხოლმე ეს პატარძლის მეჯვარეები, ჩვენ დღეს ხომ მეჯვარეებს ვეძახით ჩვენ, რომ გავიდოდნენ ხოლმე რომ სიძე შეეგებონ, ანთებული ლამპრებით გადიოდნენ ხოლმე. და ლამპრებს რო წაიღებდნენ ხოლმე, თან ზეთი მის ჰქონდათ ხოლმე, რომ დაემატებინათ, რომ ეს ლამპარი არ ჩამქრალიყო და სიძე რომ მოვიდო და ანთებული ლამპრებით უნდა შეხვედროდნენ მას. მოვიდოდა სიძე მაყრიონით, შევიდოდა პატარძლის სახლში, იქ მამა იტყო და დალოცვას ბოლოს პატარძლის მამა და მთელი მთავარი პროცესია ქორწილის იყო, როცა წამოიყვანდნენ პატარძალს და პატარძალსთან განსაკუთრებულ მასზე იჯდა ტახტევანზე ეს პატარძალი და მის სილამაზის დანახვა ყველა შეეძლო. და დაენახა და ეთქვა, განაახლა დღეს რო აქვს ზოგიერთ ხალხებს ჩამოფარებული ჩაადრიან, ამიტი არ ეფარა. პატარძალი უნდა დაენახა ყველას და ყველას დაელოცა და შეეკო, რა მშვენიერია, რა ლამაზია და რა ბედნიერია რომ მიხავთ. ასეთი იყო, აი, მე თქვენ პარალელს ნახავთ, ქრისტემ უმციკოლოდ გამოაჩინა თავისი ეკლესიაო. წმინდა, სუფთა და ასე გამოაჩინა ცოდვის გარეშე. იმიტომ რომ პატარძალი იყო ეგეთი, რომელიც მოყავდათ უკვე სიძესთან. და როცა მოდიოდნენ, ეს პროცესია იმდენად მნიშვნელოვანი იყო, ეს მთელი პროცესია, ეს იყო მთავარი ამ ქორწილში, რომ მიშნა არის ესეთი იუდეელთა სარწმუნოების განმარტება, ეს წიგნი მიშნაში აღწერილია თურმე შემთხვევა, რომ მეფე ჰეროდე აგრიპა პირველი გაჩერდა გზაზე, რომ გზა დაეთმო ქორწილის პროცესისთვის. მეფემაც კი გზა დაუთმო ქორწილის პროცესს, იმდან მნიშვნელოვანი იყო ეს ქორწილი. და რაბინები თუ იჯდნენ იმ დროს და მოსწავლეებს ასწავლიდნენ, რაბინები დგებოდნენ მოწაფეებთან ერთად და მიჰყვებოდნენ ამ პროცესიას, რომ მონაწილეობა მიიღოთ ამ სვლელობაში. რატომ იყო ქორწილი ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ არავინ არ იცოდა, რომელი ქორწილიდან დაიბადებოდა ქრისტე. მესიის მოლოდინი ხომ მთავარი რამე იყო ისრაელში. ამიტომ ქორწილი იდგა უმაღლეს საფეხურზე, რომ არავინ იცოდა, რომელი გახდება მესიის დედა, რომელი ქალწული. ამიტომ ყველას უნდა აი ამ რწმენით მიეღო მონაწილეობა ამ პროცესიაში. გესმით? და ქრისტე როცა მოვიდა ამ ქვეყანაზე, დაპატიჟეს ის და ქრისტე უკვე მოსულია, რა თქმა უნდა, მესია უკვე დაიბადა ამ ქვეყანაზე, მისი დედაც და მისი მოწაფეებიც დაპატიჟეს ამ ქორწილში. და ნახეთ, მესამე დღესო.
მესამე დღეს. რომელი დღეა მესამე დღე? სამშაბათი. თავისთავად სამშაბათი. ებრაულ ენაში, როგორც ჩვენ ბიბლიურიდან გადმოღებული ეს გერმანულში მაგალითად Donnerstag და ეს სახელები წარმართობიდან მოდის. Dienstag, Donnerstag, მაგრამ ჩვენ ზუსტად ებრაული ტრადიცია ვარ გადმოღებული და კვირით ვიწყებთ, კვირია კი პირველი დღე და მე ორ შაბათი, სამ შაბათი, ოთხ შაბათი ხო? ებრაელები ზუსტად ასე აკეთებდნენ და ეს მესამე კვირის მესამე დღეს იყო ქორწილი. და რატომ? ნახეთ, ასე ტრადიცია არსებობდა, რომ ბიბლიის წიგნის პირველივე თავში, როცა ღმერთი სამყაროს ქმნის, ხო ამბობს, რომ აი შექმნა ნათელი, შექმნა ცა და მიწა. და ყოველ დღის ბოლოს უფალი ამბობს, ნახა უფალმა, რომ კარგი იყო რაც შექმნა. მაგრამ მესამე დღეს ორჯერ ამბობს, რომ ნახა უფალმა, რომ რაც შექმნა, ყველაფერი კარგი იყო. ნახეთ, აი ეს ადგილი ნახეთ როგორია? და თქვა ღმერთმა დამთავრდა მეორე დღე ქმნილების იყო დილა, იყო საღამო, იყო დილა მეორე დღე. თქვა ღმერთმა მესამე დღეს უკვე თქვა ღმერთმა შეგროვდეს ერთგან ცის ქვეშ ეცი წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. ღმერთმა გაყარა წყალი ხმელეთს და იქმნა ასე და უწოდა მიწას მყარს მიწა, წყალს უწოდა ზღვა და თქვა ღმერთმა ნახა რომ კარგი იყო ეს. და უბრძანა ღმერთმა შემდეგს რომ მიწამო აღმოაცენოსო სცენარეულიო ყველაფერი თავისი თესლის მსგავსად. ანუ ნაყოფი გამოიღოსო მიწამო ის რაც სცენარები რაც ამოდის მასზეო. და კიდევ მეორედ ამბობს ნახა ღმერთმა რომ კარგი იყო რაც შექმნა. ანუ სამშაბათს როცა ორჯერ ამბობს უფალი რომ კარგი იყო, ეს დღე ყველაზე კარგია ქორწილისთვის ამბობდნენ იუდეველები და სამშაბათს მესამე დღეს იყო ხოლმე ქორწილი. იმიტომ რომ თუ ორჯერ თქვა უფალმა კარგი იყო, ერთი კურთხევა მეფეს, მეორე პატარძალს. ანუ ეს ორი კარგია, მეფეც კარგია და პატარძალიც კარგია, ამიტომ მესამე დღეს, ნახეთ ეს თავიც ასე იწყება. მესამე დღეს ქორწილი იყო კანას გალილეაში და მივიდნენ იესო და მისი დედა და მოწაფეები. და რა კი ღვინო შემოაკლდათ იესოს დედამ უთხრა მათ ღვინო არა აქვთ. ღვინო გაუთავდათ და თავისთავად როგორც თქვით რამოდენიმე დღე გრძელდებოდა და როგორც ჩანს, არ იყო მდიდარი ხალხი, ხელმოკლე ხალხი იყო და ღვინო გათავდა და დედა იესოსი მან იცის. იესო ღვთისმშობელმა იცის, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ამის შველა. იმიტომ წარმოიდგინეთ როგორი სირცხვილია, რომ ქორწილში სტუმრები ყავს და ღვინო აღარ აქვს, ხო? წარმოგიდგენიათ ეგეთი რამ. და ღვთისმშობელმა ხო იცის, რომ ვინ გააჩინა მან. მან ხო იცის ყველაფერი, ხარება როგორ მოხდა, გაბრიელ მთავარანგელმა რომ ახარა რომ შენგან იშვება ხსნელი იქნება ისრაელის და ღვთისმშობელმა იცის, რომ მის ძეს შეუძლია უშველოს ამ ოჯახს და ეუნება ღვინო არა აქვთ. კი არ ეუნება რამე არა. პირდაპირ ეუნება რომ გაჭირვებაშია ოჯახი. ღვინო არა აქვთ. და ქრისტეს პასუხი არის ზოგჯერ უცნაურად გასაგები. და უთხრა მას იესომ, მერე და რა ჩემი და შენი საქმეა დედაო, დედაკაცო, ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი. ეს სიტყვა რას ნიშნავს? უყურეთ, აი და შენ ქალბატონო, აი ესეთი სიტყვა, აი ეს აზრიდებს ამაში. შენ რა საქმე გაქვს ამასთან, ქალბატონო ეუნება. ანუ შენ რა იცი ამ განგებულების? ხეთ ქრისტე აქ უკვე ამ დედამის მიმართავს, როგორც აი ეს სიტყვა რაც იქ ნახმარია, ქალბატონოს ნიშნავს. აი დედაკაცო ჩვენთან. დედიკო ან დედაო ხო არ ეუნება? ქალბატონო, ანუ როგორც ხანდახან აი ჩვენს დედასაც, დედა ჩვენ საკუთარ დედას რო ეუნებით, ქალბატონო, დროს ეუნებით, როცა გაბრაზებულები ვართ, ან როცა ეუნებით, რომ ვიდა რომ ქალბატონო დამანებე თავი, ან რაღაც ხო ესე ეუნები. აი აქ ეუნე უფალი. ის რაც მე უნდა აღვასრულო, მხოლოდ მამამისის ჩემმა. მხოლოდ მამა ღმერთია ის, ვინც მე მომცა ეს დავალება და შენ რატომ მეუნები ამას? შენ რა საქმე გაქვს ამასთან, ამას ეუნები. ჯერ კიდევ არ მოსულა ჩემი დრო და იუდეველებისთვის ჩემი დღე ასე ამბობს. და იუდეველებისთვის ჩემი დღე სიტყვა იმ აზროვნებაში ნიშნავდა სიტყვა რას? ან დაბადებას ადამიანისას, ან
მის ღმერთის მიერ დადგენილ მის ტანჯვას ან რაიმე განსაკუთრებული საქმის აღსრულებას. და იმიტომ უნდა ჯერ ჩემი საათი არ მოსულა. მაგრამ დედამისმა იცის, რომ ქრისტე ამას მაინც უპასუხოდ არ დატოვებს. განა იმიტომ რომ მან უთხრა ყოველ და მხოლოდ, არამედ იცის რომ ქრისტეს უყვარს ეს ხალხი და ის არ დატოვებს ამას პასუხის გარეშე. და დედამისი ეუნება ესე დარწმუნებულად ეუნება ამ ხალხს, რასაც გეტყვის გააკეთეთ. რასაც გეტყვის ის გააკეთებ და მართლაც იქვე ქორწილში იდგა 6 ქვის კასრი, სახლში მოჯახში იდგა ქვის კასრი, სადაც იუდეველები წყალს აგროვებდნენ. განწმენდის ჩვეულების სამეფო. რაც ნიშნავს, რომ როცა იუდეველები ჭამდნენ ან მნიშვნელოვან რამეს აკეთებდნენ, აუცილებლად ხელი უნდა დაებანათ, ფეხი უნდა დაებანათ, ლოცვის დროს თავი უნდა დაებანათ, ხომ? ყველაფერი ეს გაავსეთ კასრები, ქვის კასრები წყლით ეუნება უფალი და გაავსეს და ამოიღეთ და მოიტანეთ, ამოიღეს და მოიტანეს საუკეთესო ძვირფასი ღვინო. ისე რომ სუფრის უფალმა, სუფრის უფალი, სუფრისუფალზე ხელმძღვანელი ამ დღეს თამადას კი არ ნიშნავს ჩვენი გაგებით, ქართული გაგებით, თამადა რომელიც სადაგრძელოებას აქვს, არამედ აი დღესასწაულის ხელმძღვანელი, ვინც იყო ეს ყოველთვის იყო ხომე სიძის მეგობარი. სიძის მეგობარი. და როცა ამ სიძის მეგობარმა ამ დღესასწაულს უფრას ვინც ხელმძღვანელობდა ნახა ეს ღვინო, გაუკვირდა რომ საუკეთესო ღვინო აქამდე შეინახეს, თუმცა მასპინძლებმა და ეუნება, პირდაპირ ეუნება სიძეს რომ კაცო რო დათვრებოდა ეს ხალხი, მე მოგეტანა ცუდი ღვინო. ჯერ კარგი მოგეტანაო, ჯერ ცუდი ღვინო გვასვი და ახლა ვერ ბოლოს კარგი, რა ლოგიკაა, ხო? ნახეთ, რატომ? იმიტომ რომ ეს ღვინო ვინ შექმნა? იესო უფალმა შექმნა ეს ღვინო, ხო? მაგრამ ეს ღვინო უფალმა რო შექმნა ძველს გავს, დიდი ხნის ღვინოს გავს, მაგრამ ახალი შექმნილია, ხო? ხომ ასეა? აი ხანდახან ადამიანებს რო ვერ გაუგიათ ხოლმე რომ სამყარო როგორ შექმნა ღმერთმა ერთი სიტყვით. ყისიერად შექმნა, ხო ღმერთმა სამყარო. ხო ბიბლია ხო ამბობს რომ შექმნა ღმერთმა სამყარო, თქვა იქნა, იყოს და იქმნა. და ადამიანებს ვერ გაუგიათ ეს რომ როგორ შეიძლება რომ ზოგი ამბობს მილიარდი წლები იყოს, ზოგი მილიონი ის ღმერთ შეუძლია ერთი სიტყვით შექმნას ვერ გაუგიათ. მაგრამ ეგეთ კითხვა ასეთი ისმის ხოლმე, ადამი როცა შექმნა ღმერთმა, ადამი, რამდენი წლის იყო ადამი? რამდენი წლის იყო ადამი, როცა ღმერთმა ადამი შექმნა? ალბათ 30. აი კაცის სრულ ყველაზე კარგი ასაკი რომელი 30, ხო? ალბათ 30-ის, ან რაღაც ესეთი. მაგრამ რამდენი წლის შექმნის თვალსაზრისით რამდენი ხნის იყო ადამი? ერთი წამის. ხო და როგორ გამოდის ეს ყველაფერი, ხო? ჩვენ თუ გწამს, რომ ღმერთი შემქმნელია ყველაფრის და ყოვლის შემძლეა, მაშინ ესეც არ უნდა გაგიკვირდეს, ხო? ღმერთმა რო შექმნა ხეები მაგალითად. შექმნა მაგალითად ხმელი, მყარი, აი მიწა შექმნა. რამდენი ხნისად გამოიყურებოდა ეს მიწა? შეიძლება გონებოდა რომ ძველი მიწაა, ხო? მაგრამ ის ახალი შექმნილი იყო, ხომ ასეა? აი ასევე იყო ამ ღვინოზე, ზუსტად ეს ადგილის ახარებიდან იგივე გვიდასტურებს, რომ კაცო, ეს კაი ღვინო არის, ნიშნავს ძველ ღვინოს, ხომ ასეა? რაც უფრო ძველია ღვინო, კარგი ღვინოა და ამას ეუბნებია, რომ ეს ძველია ეს ღვინო და სინამდვილეში ახალი შექმნილია ღმერთისგან, იმიტომ რომ შემოქმედია უფალი. აქაც აჩვენებს ქრისტიანობას, ხო? გასაგებია. მაგრამ კიდევ რა არის აქ თავი? აი ამ ქორწილის ამბავს ორმაგი გააზრება. აი ჩვენ უნდა ვახსოვდეს ყოველთვის. თქვენ უნდა გახსოვდეს ისიც, რომ ეს მონაკვეთი იკითხება ჯვრის წერის დროს. ჯვრის წერის დროს იკითხება ეს მონაკვეთი აი სახარებიდან. რატომ? იმიტომ რომ ნეფე დედოფალს უნდა გააზრებული კონდეს აი ეს ყველაფერი. პირველი გააზრება ამისი რა არის? უყურეთ. ხომ გახსოვთ ბიბლიიდან ერთი ამბავი, როდესაც წყალი შეიცვალა სისხლად. როდის მოხდა ეს? მოსეს დროს, როცა ისრაელი ეგვიპტიდან გამოყავდა მოსეს, გახსოვთ ეს ამბავი? როცა მოსე მივიდა ფარაონთან და ეუბნება გაუშვი ჩემი ხალხი, ერთ-ერთი სასჯელი იყო ძლიერი, ძალიან შემაძვნებელი სასჯელი რა იყო? რომ ნილოსის წყალი სისხლად შეიცვალა. სისხლად იქცა. და სიკვდილი იყო ეს, იმიტომ რომ წყალი იყო ყველაფერი იმ დროისთვის, ხო? და სისხლი ნიშნავდა სიკვდილს. და ეს ებრაელებს ახსოვდათ. ეს ებრაელებს ახსოვდათ, რომ სიცოცხლის ნიშანი რაც არის წყალი,
სისხლად გადაიქცა. იმიტომ რომ ღმერთის ბრძანებას არ დაემორჩილა ადამიანი, ამიტომ წყალი სისხლად შეიცვალა. მაგრამ იმაში არის ერთი ადგილი ბიბლიაში, როცა ისრაელს ეუბნება ღმერთი, რომ როცა მოვა უფალი, მესია როცა მოვა, აი ამ მთაზე გაუმართავს, ესაიას 25 თავშია, გაუმართავს ნადინს. როცა საბოლოოდ დასრულდება ყველაფერი და შეუერთდება თავისი ხალხი უფალს, აი ამ მთაზე გაუმართავს ნადინს, სუყე კერძებით უფალი თავის ხალხს და ძველი ღვინით, ესე წერია. ძველი ღვინით. ანუ ეს ღვინის აღქმა, ღვინო არის სიხარულის სიმბოლო. ღვინო არის ბედნიერების და სიხარულის ამბავი. ნახეთ, და აქ უკვე წყალი სისხლად კი არა, ღვინოდ იქცა, რომ სიხარული მოვიდა, იმიტომ რომ ქრისტეა ჩვენ შორის უკვე, გესმით? ისრაელს უნდა ეს ამ სასწაულითო დაუდო, უფალმაო, ყველა სხვა სასწაულებს სათავეო. ეს იყო პირველი სასწაული, რომელიც აღასრულა უფალმა. რატომ? იმიტომ რომ ისრაელს უნდა დაენახა, რომ სიხარული მოვიდა მათთან. რომ ეს წყალი, რომელსაც ისინი განწმენდისთვის იყენებდნენ მანამდე, სიხარულად გადაიქცა მათთვის, იმიტომ რომ ქრისტეა მათ შორის. ხო გასაგებია ის? აი ამიტომ ეს რა თქმა უნდა მათ იმ დროს ბერმა ვერ გაიაზრა, მაგრამ შემდეგ გაიაზრეს ეს, რომ წყალი იქცა ღვინოთ და მანიშნებელი იყო სიხარულის. მეორე და კიდევ ეს ნახეთ ძველი ღვინო, ანუ რაც მათ გაუთავდა და არ ეყოთ და ვერ დააკმაყოფილათ, რას განასახიერებდა? ძველ აღთქმას. ხო ამბობს უფალი, რომ ძველ ტიკებშიო ახალი ღვინოს ვერ ჩავასხავ. ანუ ის ძველი რაც ღვინო, რომელიც მათ არ ეყოთ და გაუთავდათ, განასახიერებდა ძველ რჯულს, მოსეს რჯულს, რომელმაც ვერ მოუტანა მათ გამოხსნა, რომელმაც ვერ შვება, ვერ მისცა მათ. და ქრისტეს მოსვლით ახალი ღვინო არის, ახალი რჯული, ქრისტეს რჯული, რომელმაც სიხარული მოუტანა ახლა მათ. აი ეს უნდა გაიაზრებინოთ. მეორე გააზრება ყველაფერს არის უშუალოდ ქორწილი, კაც და ქალის შეერთება, ხო? ის პირველი გააზრება ხო ნიშნავს ისრაელის და ღმერთის ქორწილს, რადგან ისრაელი ღმერთის საზრდოა. ნახეთ, მეს ადგილი მინდა და მეჩვენებინა თქვენთვის. ისრაელი ძველ აღთქმაში იყო ღმერთის სარძლო. ღმერთმა დაწინდა, ღმერთმა დანიშნა ისრაელი. აი ნახეთ, იერემია წინასწარმეტყველთან წერია ესე. წადი, იერემიას ეუბნება ღმერთი. წადი და ყურში ჩასძახე იერუსალიმს. ასე ამბობს თქო უფალი. მე მახსოვს შენი მაწვილური ერთგულება და პატარძლური სიყვარული. როცა მომყვევოდი უდაბნოში, უხნავ უთეს მიწაზე. მახსოვს შენი პატარძლური სიყვარული, ჩემი პატარძალი რო იყავი და ეგვიპტიდან რო გამოგიყვანე და როგორ მომყვევოდი ერთგულად. ნახეთ? ამიტომ ისრაელი იყო ღმერთის სარძლო, პატარძალი. ასევე ოსია წინასწარმეტყველი ამბობს, რომ მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაწინდა ნიშნობა, საუკუნოდ დაგნიშნავ, დაგწინდავ ჩემთვის და დაგწინდავ სიმართლით და სიმართლის წყალობით და სიყვარულით, დაგწინდავ რწმენით და შეიცნო უფალს. გესმით? ანუ სარძლო ღმერთის იყო ისრაელი. მოვიდა, ამიტომაც მივიდა ქრისტე ქორწილში და რომ მათ უთხრას, რომ აი ახლა მოვიდა სიძე თქვენთან. თქვენ შორის არის უკვე სიძე, ისრაელთან მოვიდა მისი სიძე, მისცა მათ ახალი ღვინო, რომელიც სიხარულია მათთვის. გესმის? აი სხვა ადგილას გახსოვთ, როცა ეუბნებიან ფარისევლები, რომ თქვენ რატომ არ მარხულობთ? ფარისევლები მარხულობენ და თქვენ რატომ ასე ეუბნება ქრისტე? როცა სიძეა თქვენ შორის, რატომ უნდა იმარხულოთ? როცა სიძე არ იქნება, როცა მოკლავენ სიძეს, მერე შეგიძლიათ იმარხულოთ. ანუ ქრისტეს ამის ჩვენება უნდა აი ამ ქორწილში, რომ ისრაელს გამოუჩნდა თავისი სიძე და ეს წყალის ღვინო შესცვალა როგორც სიხარული. ისმით? აი ეს არის ამისი პირველი გააზრება და მეორე ზუსტ მხოლოდ რომელიც ეხება კაცის და ქალის შეერთებას. ეს არის ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში, პავლე ამას მე ამბობს და ეს მონაკვეთი სახარებიდან იკითხება ჯურისტერის დროს. ვინც ჯვარი დაიწერა, ალბათ ბევრს არ ახსოვს ეს მონაკვეთი, ხო, როცა როგორ წაუკითხეს.
თუმცა სანამ ჯვარს დაიწერს ადამიანი, თვითონ მანამდე მღვდელმა უნდა დაავალოს მომავალ ცოლ-ქმარს, რომ იოანეს მეორე თავში წაიკითხეთ ქრისტეს მისვლა ქორწილში და იფიქრეთ ამაზე, რომ თქვენს ქორწილშიც ქრისტე მოვა უხილავად. გესმით? აი ჯვრისწერაზე რომ მოხვალთ, იცოდეთ რომ იმ ქორწილზეც ქრისტე იქნება უხილავად, უკეთ რომ ღმერთი ხო ყველგან არის. და გახსოვდეთ რომ ჯვრისწერა თქვენი ასეთი მნიშვნელოვანი იქნება, აი როცა მოხდება ეს, რომ იქ ქრისტე იქნება თქვენ შორის. ხო, მაგრამ ბევრმა ეს არ იცის. ხო, მასე. და ნახეთ, პირველი იმას ნიშნავს, რომ ღვთისთვის სათნოა კაცის და ქალის შეერთება. პირველი ამას ნიშნავს, რომ ღმერთი მოდის და აკურთხებს ქრისტემ ხო შეიძლება არ მისულიყო იმ ქორწილზე, მაგრამ მივიდა ქორწილზე, რომელიც ჩვენებინა რომ კურთხეულია კაცის და ქალის ერთად ცხოვრება და შეერთება მათი და ღმერთი აკურთხებს ოჯახს. და მეორე, ნახეთ, ცოლ-ქმარს როდის უფრო დიდი სიხარული აქვს, ქორწილის დღეს თუ 20 წლის თავზე? როგორ როდის არის დიდი სიხარული? 20 წლის გრალბას თუ არა? ქორწილის დღეს? ხო, ქორწილის დღეს, იმიტომ რომ იქ ისეთი ამბები ხდება ქორწილის დღეს, რომ მე ნელდება ნენელა ეს სიხარული, ხო? ქეიფი, დროსტარება, ახალია ყველაფერი, ყველა ლოცავს, ყველა ულოცავს. ქორწილის დღეს არაფერი არ შეედრება, ხო ასე? ხო? რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ მე ეს ღვინო უთავდება ცოლ-ქმარსაც. ხო ასე? თავდება ეს ღვინო, 5 წელი გავა, 4 გავა, 7 წელი გავა და ეს ღვინო ნენელა თავდება ნენელა ეს ღვინო. მე რაღაც პრობლემები ჩდება, ვეღარ უგებენ, გაუგებრობენ და თითქოს აი ღვინო ხო სიხარულს ნიშნავს, ხო თქვით ჩვენ. და ეს ღვინო გაუთავდება, სიხარული აღარ არის. ვინ არის, ვინმა უშველოს მათ? ქრისტემ უნდა უშველოს მათ. აი რომ თუ შეატყოთ, აი ეს ადგილი ჯვრისწერის დროს მათ გააზრებული კონდეთ, როცა ღვინო შემოაკლდება და სიხარული გაუთავდება, ნუ გაახსენდეთ, ვინ გვიშველის? ვინ გვიშველის? ქრისტე გვიშველის და უნდა აუცილებლად მიმართონ, მიაკითხონ ქრისტეს, რომ უფალო გითხარი, რა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ღვინო ისე ღვინო დაგვიმატო. ღვინო დაგვიმატო, აი რა გავაკეთოთ, ხო? რომ მოდი ჩვენთან ისევ და ისევ გვიშველე, ხო? ხომ ესეა? ხომ ესეა? და ღმერთს შეუძლია ამის გაკეთება. ღმერთს შეუძლია ამის გაკეთება. და ქრისტე, აი როგორ დაგვიმატებს ქრისტე ღვინოს და სიხარულს, რომ ქორწინება არ დაირღვეს და არ დაიქცეს. როგორ? ქრისტემ რა გააკეთა? ყველაზე დიდი ქრისტემ რა გააკეთა? რა გააკეთა ქრისტემ ყველაზე დიდი? თავგანწირვა. თავი გასწირა თავისი ეკლესიისთვის, ხო? ეკლესია ხო ვამბობთ, რომ მისი საზძლო იყო. სარძლო, მისი პატარძალი იყო, ხო ეკლესია? მორწმუნეთა კრებული იყო ქრისტეს პატარძალი და ქრისტემ რა გააკეთა მისთვის? თავი დადო, თავი გაწირა. ანუ, როცა ღვინო გაუთავდება ცოლ-ქმარს და მივლენ ქრისტესთან რომ გვიშველეო, ჯერ ღვთისმშობელს ეთქვენ ალბათ, რომ სთხოვე შენს ძეს, რომ გვიშველოსო და ისიც გვიშვამდგომლებს, მერე ქრისტე ეთყვის მათ, რომ დაიწყეთ ერთმანეთისთვის თავგანწირვა. საკუთარს კი ნუეძებთ, მე ესე მინდა, მე ეს რომ მინდო და რატო არ გამიკეთე, მე ეს რომ გითხარი, რატო და გავიწყდა, ხო როგორც ხდება ხოლმე, ხო? დაიწყეთ თავგანწირვა ერთმანეთისთვის. აი როგორც მე გავწირე თქვენთვის თავი, თქვენც ისე ერთმანეთს შეწირეთ თავი და აი ეს ღვინო გათავებული იქცევა ისევ ახალი ღვინო გაჩნდება და ის მე ახალი ღვინო, აი როგორც ისამოს სუფრის უფალი რომ უკეთესიო, ყო ეს იმას ჯობიაო. აი 20 წლის თავზე უკეთესია მე. 20 წლის თავზე უფრო დიდი სიხარულია, უფრო ღრმარი, უფრო ძვირფასია, უფრო სხვა სიმძიმე და სხვა სერიოზულობა აქვს ამას. მართლა შენი სისხლი და ხორცია ადამიანი ხო? იმიტომ რომ ქრისტემ გადაგარჩინა და გიშველა და გაჩვენა გზა. როგორ უნდა გადაარჩინო შენი ოჯახი და ქორწინება და მეუღლეობა, როგორ დაგვიმატა ქრისტემ დაგვიმატა ახალი ღვინო, ახალი სიხარული. ამის გაკეთება ყველას შეუძლია. ბატონო, ამის მეუღლე მიცქერა. ხო, აი ესე. მამაკაცებო გაითვალისწინე. ყველა, მამაკაცებმაც პირველ რიგში მამაკაცებმა, იმიტომ მამაკაცები თავია ოჯახის და ქალებმაც ორივემ უნდა გაითვალისწინოს აუცილებლად. ხო, ანუ ორმაგი, ხო, თქვით, ნახეთ, პირველი გაზრება ეს იყო ამ სასწაულის, რომ ისრაელთან, თავის პატარძალთან მოვიდა სიძე,
და ის ღვინო რაც მათ არ ეყოთ, ანუ ჯული, რაც ჯულმა რომელმაც ისინი ვერ გამოიხსნა, ვერ აცხონა, ვერ გადაარჩინა, განაახლა ის რჯული, ახალი რჯული მისცა, ხო? ახალი ღვინო მისცა, ეს პირველი გააზრება და მეორე გააზრება არის უკვე უშუალოდ წყალ-ქმარს შორის ურთიერთობა, როცა მათ ღმერთმა ქრისტემ უნდა უშველოს, რომ ახალი ღვინო მათაც მიიღო. ნახეთ, ძალიან საინტერესოა ის ამბავი. ამ ქვის კასრებში წყალი იყო, ხო? ამ წყალს რისთვის იყენებდნენ იუდეველებიო? დასაბანად, გასაწმენდად, რიტუალური განბანისთვის. შემდეგ პავლე მოციქული ამბობს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ ქრისტემო ჩვენო მორწმუნეებიო გაგუბანაო წყლით და სიტყვითო. გესმით? წყლითაც გაგუბანაო ნათლობის დროს და სიტყვით გაგუბანა. ანუ ნაჭეშმარიტი ჩვენი გასუფთავება ხდება რითი? განასაპნით, განაწლით ან რამე სხვა საშუალებით. რითი? ღვთის სიტყვით. ღვთის სიტყვა, რომელიც შემოდის ჩვენში, გწმენს ის ცუც აღარ შეუძლია ჩვენში გაჩერდეს, ხო? ცოდვა, სიბილწეს და წყლით და სიტყვით გაგუბანაო. ნახეთ, და იმაში ქვის კასრებში ხო იყო წყალი, ის წყალი შეიცვალა ღვთის სიტყვით, ანუ რომელსაც სიხარულია. ქრისტეს სიტყვას რო უსმენ, ძალიან არ ადამიანი უნდა იყო, რომ არ მოგეწონოს და არ გაგიხარდეს, ხო? აი როგორ შეიძლება ქრისტეს სიტყვას მოусმენ და სიხარული არ მოგიტანოს სამად, ხომ ასე? ანუ გაგუბანა თავისი წყლით და სიტყვით გაგუბანა, აი ეს ქვის კასრებში ღვინოთ ქცეული წყალი, აი ამისი სიმბოლოა. ხო გასაგებია ეს სასწაული, ხო? კანას გალილეაში პირველი სასწაული, შემდეგ ისინი კაპერნაუმში ჩავიდნენ, წერიან, რომ კაპერნაუმში ცხოვრობდა უფალი, ხო? ეს ყველა ვინც არის ის მათ გასაგონად ვიტყვი, იესო ბეთლემში დაიბადა, ხო? ნაზარეთში აღიზარდა, შემდეგ როცა უკვე დაიწყო თავისი ღვთაებრივი საქმე, ცხოვრობდა კაპერნაუმში. კაპერნაუმი იყო მეთევზეთა ქალაქი, სადაც პეტრე მოციქული ცხოვრობდა, სხვა მისი მოციქულები და იქ დაესახლა უფალის და კაპერნაუმი ნიშნავს იმედის სოფელს. ეს თვითონ სიტყვა ქვარნახუმ ებრაულში ნიშნავს იმედის სოფელი და აი კაპერნაუმიდან იმედის სოფლიდან წამოვიდა იმედი მთელ მსოფლიოში, რომ ღმერთს არ მიუტოვებია, ღმერთმა გადაგვარჩინა ჩვენ. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და ავიდა იესო იერუსალიმს. აი სანამ ამას გავაგრძელებთ, რაინა გაჩვენოთ იმ დროინდელი იერუსალიმი. ეს არის რეკონსტრუქცია. ეთქოდა ეს დღეს ასეთი არ არის, მაგრამ აი იმ დროს ასე გამოიყურებოდა იერუსალიმი. აი ეს ნაგებობა წინ რაც არის. ეს მეგონი შეიძლება ზოგიერთი პირველად უყურებს ამას, აი ეს ნაგებობა წინ რაც არის, ეს არის ტაძარი, დლიანი. სოლომონის ტაძარი. ნახეთ, თელი გალავანი არტყია გარშემო, ეს არის დაახლოებით თელი თავისი აი კიბეებით ნაგებობით 500-300 მეტრს. სიგრძეში 500 მეტრი, სიგანში 300. უზარმაზარი ნაგებობა და ეს უშუალოდ ეს არის ტაძარი. აი ეს ქვევით რაც არის, ნახეთ, ტაძარი, სადაც აი წმინდა ჩვენ რო ვამოთხოვეთ, წმინდა საკურთხეველი, სადაც წელიწადში ერთხელ შედიოდა მთავარი, აი იყო აი აქ შიგნით. ეს იყო მოოქროვილი სახურავით გუმბათით შენობა, უზარმაზარი დაახლოებით იყო 9 სართულიანი სახლის ხელა. ეს პატარა კი არის 9 სართულიანი სახლის ხელა. აი ამის წინ, აი ამ გალავანსა და ამას შორის იწირებოდა მსხვერპლი, ეს როცა მსხვერპლს ტირავდნენ, ამას ერქვა აი ამ წინ, ნახეთ, აი ამ ადგილს. აი ამას. ამას ერქვა ქალების ეზო, ამ ქალებსაც შეეძლოთ აქ შესვლა და აი ამის დაახლოებით 500 ელე იყო, წმინდა 500 კვადრატი ელე იყო საზომიერთეული, აქ შესვლა შეეძლოთ მხოლოდ იუდეველებს, მხოლოდ იუდეველი ვინც იყო. ამის გარეთ, აი დაახლოებით ეს ღობე, აი ეს ღობე, დაახლოებით ამის გარეთ შეეძლოთ შესვლა წარმართებსაც, რომაელებსაც, სხვა ხალხსაც, იმიტომ რომ ყველას დაენახა ღმერთის დიდება. მაგრამ აი აქ დაახლოებით აქ იყო ღობეები, აი ამის შიგნით აი აქ შესვლა შეეძლო მხოლოდ იუდეველს. აი აქეთ ეს ამას ერქვა სოლომონის კარიბჭე ერქვა, სოლომონის სვეტებიანი დარბაზი, სოლომონმა გარკვეულ. აი ეს აქეთ რაც არის. ეს იყო ბაზილიკა, ნახეთ აი ეს ამხარეს. ეს არის აღმოსავლეთი, ეს არის სამხრეთის მხარეს იყო ბაზილიკა, რომელიც
ჰეროდემ დაასრულა ჰეროდემ რომაელების მიერ დანიშნულმა მეფემ იუდეის მეფემ. ეს იყო უზარმაზარი ნაგებობა ესეც. აი ეს სვეტები აქ რო ხედავთ, თითო სვეტი იმხილა იყო რომ სამ კაცს შეეძლო შეერთებულ სამ კაცს შეეძლო ხელი შემოერთო. უზარმაზარი სვეტები იყო აი ეს 5 მეტრიანი თუ 7 მეტრიანი სვეტები იყო თუ არ მეშლება. აი აქ ნახეთ ორი ამოსასვლელი იყო. აი ნახეთ აი ესე აი აქედან იყო ცენტრალური შესასვლელი ტაძარში აქვევიდან და კიბეებით ამოდიოდი ზემოთ. აი ამ ბაზილიკას გაძვრებოდი ქვეშ და ამოდიოდი ზემოთ. თავიდან აი მე-10 საუკუნეში ქრისტემდე როცა ტაძარი საშენება გადაწყვიტეს, როცა ღმერთმა უბრძანა დავით მეფეს, მეფსალმუნეს ტაძრის აშენება, ეს იყო აი ბორცვი, ხო ხედავთ სიონის, ეს არის სიონის მთა, სადაც ტაძარი აშენებოდა. აი მხოლოდ აქ იყო, მხოლოდ აი აქ იყო კლდის მასივი, რომელიც ბუნებრივად იქ იყო, იმ კლდის მასივზე აშენდა ეს ტაძარი. შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ეს ყველაფერი კედლები ააშენეს იუდეველებმა და ამოავსეს მიწით და გააფართოვეს ეს უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც იყო დაახლოებით 500 მეტრის სიგრძის. ხო, თავიდან აი კლდეზე დავაფუძნო ეკლესია ჩემი, ამასთანაც არის კავშირი, რომ ამ კლდეზე იყო დაფუძნებული ეს ტაძარი. გასმით? და აი აქ პასექზე იმაზე შაბათობის დღესასწაულზე და კარობის დღესასწაულზე, სამი დღესასწაული იყო, როცა ყველა ებრაელი მამაკაცი უნდა ამოსულიყო იერუსალიმში. ნახეთ, გარშემო უკვე ქალაქი იყო, სადაც ცხოვრობდნენ იუდეველებიც, ებრაელებიც, სხვა ხალხიც. აი ნახეთ, აი ეს არის საინტერესო. ნახეთ, ამას ერქვა ანტონია ამ კოშკს. აქ იყვნენ დაბანაკებული რომაელები. აქ ჯარი იყო დაბანაკებული რომაელი ლეგიონერები და აი აქედან პირდაპირ დადიოდნენ და აკვირდებოდნენ ტაძარში, რომ წესრიგი დაეწყო. ეს ზუსტად ამაზე მიტყმული იყო, ამ დროს რომის ოკუპაციის პირობებში უწევდა ცხოვრება და ნახეთ, აი ეს სიმპტომი და მეჩვენებიან თქვა, რომ ამასთან კავშირშია ახლა რაც მოხდება. და ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და ავიდა იესო იერუსალიმში. ავიდა იესო ქრისტეც იერუსალიმში. და ნახა ტაძარში ხარებით, ცხრებით და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი. მეკერმენი იყვნენ ფულის გადამცველები. ფულს ვინც ცვლიდა, ანუ ვალუტას რო ცვლიდა. და დაწნა თოკებისაგან შოლტი და გამოყარა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხრები და მიმოფანტა ფულის გადამცველთა მაგიდები და აყირავა დახლები და მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა, გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამის ჩემის სახლს სავაჭრო სახლად. აქედან გამოყარა. მაგრამ სად იყო ეს სავაჭრო ადგილი? აი ზუსტად ამ ბაზილიკაში. აი აქ. აქ კი არ იყო ცხრებით და ფულის აი ამ ტაძარს ვინ შეუშვებდა იქ წარმოუდგენლობავი. აი ამ ადგილას იყო ეს ბაზილიკა ემსახურებოდა სინედრიონს, აქ იყო სასამართლო, აქ იყო მეფე როცა მოვიდოდა, დიდგვაროვანი როცა მოვიდოდა ვინმე თქვათ მართველი მამის შესახვედრად და აქ იყო ასევე სავაჭრო სახლი, ჩვეულებრივი, მეტი არაფერი. ვაჭრობდნენ. რატო ვაჭრობდნენ? იმიტომ რომ რო ჩამოდიოდა მაგალითად ნაზარეთიდან ვიღაცა ებრაელი და იუდეველი და უნდა შეეწირა მსხვერპლი, ცხარი მაგალითად, ან ხარი, ხო? ნაზარეთიდან ცხვრის ჩამოყვანა ძალიან ძნელი იყო იერუსალიმში გეტარებინა, ხო ეს თან? ამიტომაც ამათ ნებართვა აიღეს სინედრიონისგან, მღვდელმთავრებისგან, რომ აი აქ ევაჭრათ ამ ცხრებით, მტრედებით, ხარებით და აქვე გადაეცვალათ ფული. ფული რატომ? იმიტომ რომ ტაძრის შესაწირავი უნდა გადაეხადათ მოსეს ჯულის მიხედვით ვერცხლის შეკელი. შეკელი, ხო, შეკელი იყო მათი ფული, ებრაული ფული. ამიტომ ჩამოვიდოდა, თქვა, ვიღაცას ბერძნული ფული ჰქონდა, ვიღაცას დრახმა ჰქონდა, ვიღაცას სხვა ფული ჰქონდა, რომაული ფული ჰქონდა და აქ ეს ფულის გადამცვლელები ცვლიდნენ ვერცხლის შეკელზე, რომ შესაწირი შეეწირათ ტაძრისთვის. ქრისტე ამბობს, და ეხლა წარმოიდგინეთ, აი აქ უკვე სალოცავი ადგილია. აქ არის ერთი ყაყანი, ხმაური, ვაჭრობა, ძროხების, ხარების ბღაველი, ცხრების ბღაველი, თხები, ფული მოვაჭრეები,
და ქრისტე რომ მოვიდა და ნახა რომ კაცო ღვთის დიდება უნდა იყოს აქ. და კიდევ სავაჭრო სახლად გაუხდიათ ეს ყველაფერი და თან ეს ძალიან ძვირადყიდნენ ამას, იმიტომ რომ გამდიდრებული იყვნენ, ხო? როგორც ხდება ხოლმე ყოველთვის და სარგებლობდნენ ამით და განრისხდა ქრისტე რომ მამაჩემის სახლი სავაჭრო სახლად გადაგიქცევიათ ამბობს, აი შოლტი დაწნა და გამოყარა ყველანი იქიდან გარეთ. აი აქედან გამოყარა. აქ. და ეხლა რა ხდება? კონფლიქტი იწყება აქ. ეს არის ალბათ მისი პირველი კონფლიქტი იუდეველთა წინამძღვრებთან, მთავრებთან. და ესენი ეუბნებიან ხო, და მანამდე გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია შენი სახლის შურმა შემჭამამე. დავითის 62 ფსალმუნშია რომ შენი სახლის აი ამ სიყვარულმა, რომ აი ამ შურმა ნიშნავს ზრუნვა შენ სახლზე შემჭამამე, ანუ ესეთი გულზე მოხვდა უფალს, ეს წინასწარმეტყველება იყო უფალზე, რომ მოვიდა ნახა მისი მამის სახლი და ვერ მოითმინა ეს შეიძრა აი ამ მსგავსობით, რაც და გაახსენდათო მერეო, რომ დაწერილი იყო ეს, რაც გააკეთა უფალმა. ნახეთ, მე ერთ ადგილას ასე თალმუდი ხო ყველას გაგიგიათ. თალმუდში არის სხვა წიგნები, ის არის რაბინების განმარტება ბიბლიის და ეს წიგნი სანჰედრინი, იმ 98-აში წერია, რომ ფიქრობდნენო ებრაელი რაბინებიო, რომ მესია რომ მოვაო, ან მაშიახი რომ მოვაო, ან ქრისტე რომ მოვაო, შოლტით მოვაო, შოლტს მოიტანოს. იმიტომ რომ გამოგვბერტყოსო მთელი ეს სასაგლობაო ჩვენი ცოდვები რომ ჩვენგან გამოდევნოსო რა, შოლტით მოვაო. და ერთმა რაბინმა მეორეს კითხაო, რომ როგორ ავარიდოთ თავი მესიის რისხვას, როცა ის შოლტით მოვაო. უნდა დაიცვა მოსეს რჯულიო, მან უთხრაო და იყვარდეს ადამიანებიო. და როცა მან შოლტი დაწნა და ეს გააკეთა, წესით უნდა ეცნოთ, რომ მათ აზროვნებაში ეს იყო, რომ მესიას შეიძლება შოლტი ეჭიროს ხელში, აი მათი უმსგავსოების გამო, მაგრამ არა, რადგან ფული უფრო ძლიერია, ფული და მოგება უფრო ძლიერია ყოველთვის ვიდრე თუნდაც ბევრისთვის მესიის ქრისტეს მოლოდინი. და აქ იწყება კონფლიქტი უკვე იუდეველებთან. და მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას, რა სასწაულით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამისი ქმნა? გვაჩვენეს სასწაული, ეუბნებიან, რომ შენ გაქვს უფლება ეს გააკეთო. გასმის? ხოლო იესომ პასუხად თქვა, და რატომ? ეს ნებართვა ვაჭრობის ვისგან ქონდა მიღებული ამ ხალხს? წმინდა სინედრიონისგან, ხო? სინედრიონი შედგებოდა 71 მღვდელმთავრისგან. ესენი იყვნენ ისრაელის მეფეც, პრეზიდენტიც, ყველაფერი ეს იყო, მოსამართლეების, ყველა ძალაუფლება ამათ ხელში იყო. უმაღლესი ძალაუფლება იყო ამ დროს ისრაელის ესე. 71 მღვდელმთავარი. და ამ 71 მღვდელმთავარმა სინედრიონმა მათ მისცა უფლება რომ ევაჭრათ, ხო? და ახლა გამოჩნდა ქრისტე, რომელიც გრძალავს, ეუბნება რომ ნუ ვაჭრობთ ტაძარში და ნუ გადააქციეთ მამაჩემის სახლი სავაჭრო სახლად და ბუნაგად. და ეუბნებიან, გვაჩვენეს სასწაული, რომ შენ დიდი ხარ სინედრიონზე, რომ შენ უფრო მაღალი ხარ ვიდრე ჩვენი ეს მღვდელმთავართა კრებული. და პასუხად იესომ უთხრა, დაანგრიეთ ეს ტაძარი და 3 დღეში აღვადგენ მას. სასწაული, რის ჩვენებაც მე თქვენთვის შემილია, ეუბნება ქრისტე, დაანგრიეთ ეს ტაძარი და 3 დღეში აღვადგენ მას. ესენი ეუბნებიან, კაცო, 46 წელს შენდებოდა ეს ტაძარი. აი რაც მე გითხარით, გაფართოება ამ ტაძრის, ხო? 46 წელია უკვე რაც და ამ დროს ქრისტე როცა იქ შედის, ჯერ დასრულებული არ არის ეს ტაძარი. ჯერ კიდევ მშენებლობა. როდის დასრულდა ტაძარი? 63 წელს დასრულდა. და 70 წელს რომელმა დაანგრიეს ძირა. ხო, როგორი ის არის, არა? საშინელი ამბავი. ჰეროდემ დაიწყო დაახლოებით ქრისტემდე 19-20 წელს ამ ჰეროდეს ტაძრის გაფართოება. 46 წელი შენდებოდა, შემდეგ კიდევ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ კიდე აგრძელებდნენ 63 წელს რო დაამთავრეს,
7 წელიწადში რომაელებმა ძირამდე დაანგრიეს მათი ცოდვის გამო, იმის გამო რომ მათ არ მიიღეს მესია. და უთხრეს იუდეველებმა ეს ტაძარი 46 წელს შენდებოდა და შენ 3 დღეში აღადგენ მას, მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. ხოლო როდესაც მკვდრეთი დააღადგა და გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ეუბნებოდა მათ და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც. და როცა მკვდრეთი დააღადგა მესამე დღესო, ის მოწაფეებს გაახსენდათ, გახსოვს იერუსალიმში ტაძარი რომ განწმინდა და საბუთი რომ მოსთხოვეს მას, გვიჩვენე რა ძალით აკეთებ ამას და მაგრამ უთხრა რომ 3 დღეში ავაშენებ ტაძარსო. დგომაზე თქვა ალბათ ჩვენ მკვდრეთი დაღდგომაზეო და გაახსენდა და იწამეს რომ ჭეშმარიტება თქვა მაშინ უფალმა. ნახეთ, რატომ ადარებს იესო ქრისტე თავის სხეულს ტაძარს. ნახეთ, ისინი ეუბნებიან ტაძარზე საბარგოს თავის სხეულზე, ხო? მომკალით, ანუ იგივე მოკალით ეს ჩემ სხეული და 3 დღეში აღვადგენ მე მას. რატომ ამობს ამას? ესეც წესიც ესეც უნდა ეცნოთ და ამასაც უნდა მიხვედრილი იყვნენ იუდეველთა ხელმძღვანელები, მაგრამ წმინდა წერილსაც არ იცნობდნენ როგორც ჩანს კარგად. ნახეთ, ეს არის იესაია წინასწარმეტყველის მერვე თავში. მხოლოდ საბაოთ უფალს ეგრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი. ის იქნება საწმინდარად და დაბრკოლების ლოდად და წაფორხილების კლდეთ ისრაელის ორი სახელისთვის. ის იქნება, ანუ აქ ლაპარაკია წინასწარმეტყველება მესიაზე, ხო? მხოლოდ მას უფალს ეგრძალეთ, ღმერთს. ის იქნება თქვენი საწმინდარი. საწმინდარი სიტყვით ნიშნავს ტაძარს. საწმინდარი არის ტაძარი. ანუ ეუბნება, ის იქნება ღმერთია თქვენი ტაძარი. მას ეგრძალეთ. და განკაცებული ღმერთი რომ მოვიდა, თავის სხეულზე ამბობს, რომ ტაძარი ტაძარში მოვიდა. ფაქტიურად ესე მოხდა, ხო? ტაძარი მოვიდა ტაძარში და ეუბნება, რომ შემიძლია 3 დღეში აღვადგინო ეს. და როდესაც იერუსალიმში იყო პასეხის დღესასწაულზე, მრავალმა ირწმუნა მისი სახელი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი. ნახეთ, და იერუსალიმში ამ პასეხის დროს მრავალმა ირწმუნა მისიო წერია. რადგან ბევრ სასწაულებს ახდენდა იგიო, მაგრამ თავად იესო არ ენდობოდა მათ, რადგან იცნობდა ყველას და არ სჭირდებოდა ვინმეს ემოწმებინა კაცისთვის, ვინაიდან თავად იყო და იცოდა რაც იყო კაცში, ანუ ადამიანში. ანუ როგორ რაღაცა ხედავ, ბევრმა იწამაო მისიო, მაგრამ ქრისტე მათ არ ენდობოდაო. რატო? აი ხო ცნაური რაღაცაა, როგორ? იცოდა გააკეთებდნენ, მაგრამ იცოდნენ რომ მას უარყოფდნენ ბევრი, მაგრამ იწამეს მისი რას ნიშნავს? ნახეთ, აი ზუსტად ამ ადგილას ნიშნავს განსხვავება მკვდარ სარწმუნოებასა და ცოცხალ სარწმუნოებას შორის. გესმით? შეიძლება ვიღაცა ხვალ მოვიდეს და აქ ტაძარში მოინათლოს, მაგრამ მკვდარი სარწმუნოება ქონდეს მას. გესმით? შეიძლება ხვალ ვიღაცა აქ მოინათლოს და მეორე დღესვე დაიწყოს ღმერთის ძიება და ღმერთის ცნებებით ცხოვრება. ის სანდოა. მაგრამ ვინც ფორმალურად მოინათლა, ის არ არის სანდო. დღესაც ხდება ეს. აი იმ დროსაც ხდებოდა. ქრისტე ხედავდა რომ იწუნეს, სასწაულების გამო იწუნეს მისი, მაგრამ იცოდა რა იყო მათში, რომ ისინი ხელახლა შობილნი არ იყვნენ. გესმით? ხელახლა შობა რას ნიშნავს? რომ აი შენ თუ ხელახლა დაიბადე შენ ქრისტიანულ ცხოვრებაში, შენ ვეღარ მიბრუნდები ცოდვისკენ, შეუძლებელია. თქვენ თავზე ეს ხო გამოგიცდია. აი შეუძლებელია იქ უკან მიბრუნდები, იმიტომ რომ შენ ხელახლა დაიბადე მართლაც ხელახლა, გესმით? და ის ზოგიერთებმა ირწმუნეს, მაგრამ ხელახლა არ იშვნენ. ისინი ისე ცხოვრებას გააგრძელებენ, ну კი სამთ რომ შეიძლება ეს იყოს ქრისტე, მაგრამ ამიტომ სანდო არ არის ეს ხალხი და არ ენდობა მათ ქრისტეს, რადგან იცის რაც არის მათ გულში. კიდევ ერთი ადგილი აქვს ძალიან საინტერესო. მოციქულებმაც მოусმინეს, როცა თქვა რომ რა სასწაულს გვაჩვენებო, რომ დავიჯეროთ რომ ამის უფლება გაქვს, რომ აუგრძალო ვაჭრობა, ხო? მოციქულებმაც ხომ მოусმინეს.
ამას რომ დაანგრიეთ ეს ტაძარი და მესამე დღეს აღვადგენ მას. ხომ იყო? მაგრამ მოციქულებმა ეს დაიმახსოვრეს, ამაზე ალბათ ფიქრობდნენ და კუდრეთით რომ აღდგა უფალი. შემდეგ მიხვდნენ თურმე რაზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ზოგიერთმა ვინც არასანდო იყო იქ რა გააკეთეს გახსოვთ? ქრისტეს როცა სასამართლოზე მიიყვანენ, აი როცა შეიპყრობენ მღვდელმთავართან კაიაფასთან რომ მიიყვანენ, რა მოხდება? ორი მოწმე მოვიდაო, ორი ცრუ მოწმე მოვიდაო და ამბობდნენ რომ ესო ამბობდაო რომ ამ ეს ტაძარი უნდა დავანგრიო. გესმით? აი ნახეთ როგორ ხდება. ერთმა კატეგორიამ მოისმინა და სიყვარულით ენდო ამ ყველაფერს დაიმახსოვრა და ფიქრობს. იმ წუთში კი არ უარყოფს და ან რამე კრეხელობისთვის კი არ იყენებს ამას. დაიმახსოვრა, ფიქრობს, ნეტა რას ნიშნავს ღმერთო? ნეტა რა არის და 3 წლის თავზე ხდება ჭეშმარიტებას. ზოგიერთმა მოისმინა, კი დაიმახსოვრა იმანაც რაც თქვა, მაგრამ ბოროტებისთვის და მტრობისთვის გამოიყენა და მოვიდა იმ სასამართლოზე და ამბობს რომ ეს ამას ტაძრის დანგრევა უნდა და ჩვენი ტაძრის დანგრევა და ვერაფერი ვერ გაიგო, დაიღუპა და წარწყნდა. გესმით? აი სარწმუნოებას როცა შეუდგები ჩვენ, შევეჭერთ რამდენი დრო გავიდა? ხო. რამდენი დრო გავიდა? ამდენი? ო აი სარწმუნოებას რომ აი ამის თქმა აი ეს თავი ამასაც გვაჩვენებს. სარწმუნოებას რომ შეუდგები შეიძლება რაღაცები ვერ გავიგოთ, მაგრამ კი არ უნდა აუჯანყდეთ ღმერთს და თქვათ რომ ეს გაუგებარია, ეს აკჭირდება ან რა არის ეს რა ასე არ უნდა მოიქცეთ. თორე იმ ხალხს დავისგავსებით, ვინც წარწმუნდა. თუ რამეს ვერ გავიგებთ, სიყვარული უნდა გქონდეს ღმერთის, თქვათ ღმერთო, იქნებ მე ვერ ვიგებ რამეს. მე ხო ვიცი რომ შენ ჭეშმარიტება ხარ, მე ხო ვიცი რომ შენში სიყვარულში, მე ხო ვიცი რომ შენ გიყვარს ადამიანი და მე თუ ვერ ვიგებ ღმერთო, იქნება ჩემშია ეს რომ ჯერ არ მესმის ეს. აი მოციქულები ასე მოიქცნენ და 3 წლის თავზე გაიგეს კიდევაც. რატო თქვა ქრისტემ რომ მესამე დღეს აღვადგენ ამ ტაძარს, როცა კუდრეთით აღდგა მესამე დღეს, გესმით? აი ამ შეცდომას უშვებს ძალიან ბევრი, ვისაც არ უნდა რომ ხელახლა იშვას ცათა სასუფეველისათვის. ხელახლა შობა ამას ნიშნავს და ღმერთისთვისაც ასეთი ხალხია სანდო. აი სულ ეს არის ამ თავში რაც შეიძლება 50 წუთში გვეთქვა, ანუ განვიხილეთ კანაში პირველი სასწაული რომელიც უფალმა აღასრულა, სულ მოკლედ პირველი სასწაული ნიშნავს როცა სიძე მოვიდა თავის სარძლოსთან, ისრაელთან მოვიდა მისი სიძე და შეუერთდა და რა მისცა მას? ღვინო, ახალი ღვინო და ახალი სიხარული, ახალი რჯულიდან გამომდინარე. ახალი სიხარული მისცა მას. და ჩვენ ეს სარძლო ვისაც მე უფალი შეუერთდა, არა მხოლოდ ისრაელია ახლა, ჩვენც ვართ. ჩვენ ვისთანაც წამოვიდა სარწმუნოება. გესმის და ჩვენც ხომ გვაქვს ძველი ღვინო, ანუ ძველი ახლა ხო ჩვენც გვაქვს. მაგრამ თა რა გვაქვს? ახალი ღვინო გვაქვს, რომელსაც უდიდეს წარმოუდგენელი სიხარული მოაქვს ჩვენთვის, ხო? ეს ერთი და მეორე, უშუალოდ კაცი და ქალი ქორწინდებიან, მათთვის არის ეს სასწავლებლად, რომ შეიძლება ღვინო გაუთავდეთ, მაგრამ ქრისტეს შეუძლია რომ ის სიხარული აღადგინოს, თუ ისინი ერთმანეთთვის თავგანწირვას დაიწყებენ, თავგანწირვას ისწავლიან და თავიდან ქრისტეს მოусმენენ და მიბაძავენ მას. ეს ერთი ამბავი და მეორე, როცა ქრისტე შევიდა ტაძარში, ამბობს რომ თვითონ არის ცოცხალი ტაძარი ღმერთის, მასში ცხოვრობს ღმერთი და მას შეუძლია ნიშანი იმისი რომ ყაჩაღების ბუნაგად არ უნდა აქციონ სახლის, იქნება რომ მესამე დღეს აღდგება იგი მკვდრეთით და როცა ამას ნახავენ, მიხვდებიან რომ ყველაფერი რაც უთხრა მათ ტაძარში, ყველაფერი ჭეშმარიტება იყო. არა მარტო ეს, არამედ ყველაფერი რაშიც ამხილა უფალმა ისინი, მესამე დღეს როცა აღდგება მკვდრეთით, მიხვდებიან რომ ყველაფერს უნდა ერწყმიან. მაგრამ ნახეთ რა მოხდა და ამით დავასრულო. მკვდრეთით ხომ აღდგა უფალი, მაინც არ ერწყმუნეს, ხომ ესე იყო? ამ აღდგაზეცად მაინც არ ერწყმუნეს. სულიწმინდა მოეფინა, მაინც არ ერწყმუნა ხალხი. ერთი წელი გავიდა სულიწმინდის მოფენიდან და კიდე აძლევს ერთ წელს, რომ ისრაელმა იქნებ ირწმუნოს. გესმით? აი სულიწმინდა რომ მოეფინა 51 დღეს, კიდე ერთი წელი გავიდა და მოციქულები ამ ერთ წლის განმავლობაში ისრაელში ხადაგებენ ისე. მათ დევნიან, ავიწროვებენ, სემენ, მაგრამ მაინც ისრაელიდან არ გადიან, იმიტომ რომ იმათ იციან, აი
ქრისტე როცა ამბობს მე ვენახი სიგავს რომ ვენახში ლეღვი იყო და არ მოქონდა ნაყოფიო და მე ვენახი თქვა რომ მოჭრი ამ ლეღვსო და უთხრესო რომ მოდი ერთი წელიც აცალიო. ერთი წელიწო და თუ ერთ წლის თავზე არ გამოიღო ნაყოფი, მე მოკლათ, მოჭრათ. ერთი წელიც გავა სულმოფენობიდან და სტეფანეს მოკლავენ, ჩაქოლავენ სტეფანეს პირველ დიაკონს ქრისტეს სარწმუნოებისთვის. ამის შემდეგ გადის სარწმუნოება ისრაელიდან. და რა მოხდა მერე? დაახლოებით 40 წელიწადს აქედან ქვაქვაზე არ დარჩება. ხედავთ ამ ნაგებობას. ნახეთ ქრისტე რო აუნება, აქ არის ზეთისხილის მთა, აი აქეთ ხარეს და ამ ზეთისხილის მთაზე ზის ქრისტე, ესე რომ ნები შვიდეული და აი ამას უყურებს. ხედავთ რა ხედავთ ამ ნაგებობაა? აი აქ ნები შვიდეული სამშაბათია. 2 დღე 3 დღეში მოკლავენ უფალს. და აი აქედან უყურებს აი ამ ნაგებობას და აი უნებია ნახე უფალო, ნახე რა ქვებია და რა შენობებია. აი ეს სულ მოოქროვილი იყო აი ეს და ზერვა ამოვიდოდა ხომე წინა და როგორც გვირგვინი. წარმოუდგენელი ნაგებობა იყო ეს, ხვდებით? აი ეს მთელი ეს კომპლექსი 16 ფეხბურთის სტადიონი ხო წარმოგიდგენ ამ ხელა. აი იმ ხელა იყო 16 ფეხბურთის სტადიონი. და ეს ეუბნება ხედავთ ამ ქვებს და ამ ნაგებობებს, ქვაქვაზე არ დარჩება, ყველაფერი დაინგრევა. და მართლაც ესე ხდება. ისტორიულად ცნობილია რომ 70 წელს რომაელებმა გააგზავნეს ლეგიონი, რაჯანყდნენ ებრაელები კიდე ერთხელ და 70 წელს დაანგრიეს, მთლიანად ეს ყველაფერი გაიძარცვა, იმის მერე აღარ არსებობს ტაძარი. და ის პლაკატებიც მომიტანება არ ემიქროდეს სხვა ჩემ ახლა იმოთახში როდეს პლაკატები როდეს. დღეს როგორ გამოიყურება ეს მინდა განახოთ. აი ეს ადგილი, აი ეს დიდებული ადგილი, ეს იყო სასჯელი იმისთვის რომ მათ მოკლეს იესო ქრისტე. და დღემდე ბევრი ებრაელი ამას ვერ ხვდება. დღემდე კიდევ ვერ ხვდება. ეხლა მინდა გაჩვენოთ, აი ეს როგორ გამოიყურება დღეს. მომეცი? ბადრო? გაზა სხვაგან არის. ეს გაზა სხვაგან არის. ნახეთ, დღეს აი ეს ტაძარი გამოიყურება ასე. ნახეთ, აი როგორც აქ დგას, ის არის ზუსტად აქ. აი ეს კედელი არის ეს კედელი. ნახეთ? ხედავთ? აი ეს ომარის მეჩეთი სადაც დგას, ეს არის ეს ადგილი. აღარ დგას ახლა მუსლიმების სალოცავი ომარის მეჩეთი, რომ მე-6 საუკუნეში არაბებმა დაიპყრეს ისრაელი და იქ თავისთავად არაფერი აღარ იდგა უკვე და მათ ააშენეს სალოცავი. აი ზუსტად ეს როგორც დგას, ეს ადგილია დღეს, დღევანდელ დღეს იერუსალიმის. აი გოდების კედელი ებრაელები რომ მედიან და ლოცულობენ ხოლმე. აი აქ არის, აი აქ ამ ადგილას. აი ერთი პატარა ადგილი, აი აქ. იმხელა უზარმაზარი დანარჩენი, აქ მეორე მეჩეთი დგას, ალ-ჰაქსას მეჩეთი დგას, ამ ადგილას. აი აქ, სადაც აი სადაც ეს იყო, ნახეთ? და აი ესე გამოიყურება ეს ყველაფერი, ეს იყო საჯილი. ნანახი მათ ეს. ხო, ვინც ისრაელში ნაყოფია, მას ნანახი აქვს. აი ეს. და ეს ყველაფერი წინასწარ მეტყოლა იესო ქრისტემ, რომ ეს ასე მოხდება. ეს არის აღმოსავლეთის მხარე, ეს არის ზეთისხილის. ხო, ზუსტად ესეა, როგორც აქ არის. ზეთისხილის მთვისმხარი არის ეს. ზუსტად. არა, ბოდიში, არასწორი. აი ეს არის აღმოსავლეთის მხარე. აი ასე არის. ეს მხარი არის ეს მხარი, უკაცრავად. აი ნახეთ სასაფლაოები ხედავთ აქ? ხო, ეს არის ზეთისხილის მთის მხარი. იქიდან უყურებს, ეს ხო აქედან უყურებს, ეს იქიდან უყურებს ამას. აი აქ იყო ეს ბაზილიკა, იყო აი აქ ამ მხარეს. აი ამ მხარეს. აი ეს ბაზილიკა იყო ამ მხარეს. ნუ ეს ხედი არის იქიდან რო უყურებ. ხო, ესეთი რეალურად ესეთი ისტორიაა და ხო. იცით რომ ვიზუალურად ჩვენ თუ ეს ვიცით და წარმოდგენილი გვაქვს, ბევრად ადვილია სახარების გააგება და წარმოდგენაც რომ სად მოხდა, როგორ მოხდა, რაზე ლაპარაკობს უფალი და ძალიან საინტერესოა. შემდეგ კვირას გავაგზავნოთ იოანეს მესამე თავიდან განმარტება და